საკითხი და უკვე უნდა მოვიწვიოთ გამოსაკითხი პირი, თუ თქვენ არ იქნებოდით წინააღმდეგი, ვინაიდან დღეს ბატონი როინშავაძის გარდაცვლილი მოკლული როინშავაძის ქვრივი არის ჩვენს წინაშე წარმოდგენილი. ეს ქალბატონი არის ქართველი ქალის მედეგობის, მებრძოლეობის, სიმტკიცის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელმაც იმ დროს ბრძოლა გააჩაღა რეჟიმთან, როდესაც ქმარი მოუკლეს. მასზე იყო ყველანაირი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო მასზე და მის ოჯახზე, ზეწოლა თავდასხმები, რომ როგორმე გაეჩუმებინათ და ჩაეფარცხათ ეს საქმე. მას დარწმუნებული ვარ, დღესაც არ აქვს დალხენილი ცხოვრება, იმიტომ რომ სწორედ ისინი, ვისაც ახლა ჩვენ ვებრძვით, რომ როგორმე ჩავაბაროთ მათი არსებობა პოლიტიკური ისტორიას, დღესაც უქმნიან პრობლემებს. ამიტომ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შვიდ გარემოში რომ შეეძლოს ამ ქალბატონს, რა თქმა უნდა, ღია სხდომის ფარგლებში ახსნა განმარტების მოცემა, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვათ ამ კონკრეტულ ნაწილზე დარბაზში. კი ბატონო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. სამდინოს ვთხოვ, რომ ქალბატონი ციცინო შავაძე შემოაცილოს დარბაზში. მოგესალმებით ქალბატონო ციცინო, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი. ჩვენ რამდენიმე პროცედურული საკითხი განვიხილეთ, სანამ თქვენ შემოგზანდებოდით და ამიტომ შეგვაგვიანდა თქვენი დარბაზში მოწვევა. პირველ რიგში ქალბატონო ციცინო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი. თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების, როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც თქვენ ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის. სხვა მხრივ როინშავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფლები, რომ არც კი შერცხვებოდათ რა საკვირველია. ასევე მადლობა მობრძანებისთვის, თქვენ აჭარიდან ჩამობრძანეთ სპეციალურად დღესხდომაზე გამოსაცხადებლად, მადლობას გიხდით ამისათვის. ქალბატონო ციცინო, პროცედურა ასეთი და მოდით ეს დავიცვათ. მე უნდა გაგაფრთხილოთ, ვალდებული ვარ, რომ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა განზრახ არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ თქვენ უარსიტყვის კითხვებზე პასუხი გასცეთ, ასევე ესეც პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება გახდეს და კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდებაც. მე რომ ეს აგიხსენით, თქვენ რომ ეს მოისმინეთ, გთხოვთ ამის დასტურად მოაწეროთ ხელი დოკუმენტს, რომელიც თქვენს წინაშეა და შემდეგ უკვე ჩართავთ მიკროფონს და დავიწყებთ გამოკითხვის პროცესს. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ქალბატონო ციცინო, თქვენ აიღეთ 10-15 წუთი, გნებავთ ცოტა მეტი და ქრონოლოგიურად რომ გვიამბოთ, ვინ იყო თქვენი მეუღლე. დღეს აქ 5 ახალგაზრდა ესწრება, სტაჟიორი, რომლებიც ალბათ 2008 წელს, როდესაც თქვენი მეუღლე მოკლეს, ან ძალიან პატარები იყვნენ, ან მცირეწლოვნები, ყოველ შემთხვევაში არასრულწლოვნები იქნებოდნენ. მათ შეიძლება საერთოდაც არ იციან რა არის მომხდარი და ვინ იყო როინშავაძე. ასევე საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილმა არ იცის. ამიტომ თქვენი მეუღლე ვინ იყო, რა კარიერა იყო, ქონდა რა საქმიანობაში იყო ჩაბმული, ეს აგვიხსენით და შემდეგ რა უბედურება დატრიალდა
თქვენი ოჯახის თავს. დროდადრო თუ გექნებათ სურვილი, შეისვენეთ, ჩვენ არსად არ გვეჩქარება, მოგისმენთ გულდასმით. გთხოვთ. პირველ რიგში მოგესალმებით. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ჩემი მეუღლის დაფასებისთვის მე ესე ჩავთვლი, რომ გაიხსენეთ და არ ავიწყდება საქართველოს. როინშავაძე იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ოჯახზე შეყვარებული, უყვარდა თავისუფლება და ბედნიერება, რომელიც არ დაცსადა. ის მონაწილეობდა ყველა მისიებში საზღვარგარეთ სამხედროებით, მსახურობდა სენაკის ბაზაზე, უფროსი სერჟანტი. ძალიან მძიმეა ბოდიში გიხდით. სერჟანტი როინშავაძე, რომელიც ემსახურებოდა სამშობლოს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, როდესაც იყო. რა თქმა უნდა, აღებულობდა მისიებში მონაწილეობას. არასდროს არ აუცილებია თავი. სამხედრო სისტემა იყო მისთვის ყველაფერი. ჯარის შემდეგ არსად არ უმსახურები, არ უმსახურია, იყო საქართველოს სამსახურში მხოლოდ. ყველაფერი იყო მისთვის სამხედრო ნაწილი და მისი პირველი ოჯახი და მე ესე ვთვლი, რომ ოჯახი იყო მისთვის, მათ ძალიან უყვარდა ყოველივე ეს. ჩვეულებრივად პირველში წავიდა ის სამუშაოზე, ოღონდაც იყო კარანტინი თუ რაღაცა არ დაბრუნებულა 8 აგვისტომდე. 8 აგვისტოს ისედაც ვერ დაბრუნდებოდა, ალბედითი ომი დაიწყო და მანამდე მან რადგან ოჯახთან შორს იყო და სამუშაო, ითხოვა რომ გადმოეყვანათ ბათუმში ხელვაჩაურის ბაზაზე. საბუთები რა თქმა უნდა სამში თორში გადმოტანილი ყოფილა, მაგრამ ეს ავდაბებითი ომი რო დაიწყო, ხო ვერ იტყოდა რომ აი მე ბათუმში წავალ და იქედან წამოვალ, რა თქმა უნდა წავიდა საბრძოლო მოქმედებაში ჩაება სენაკის ბაზიდან. ვერ გეტყვით რომ კავშირი მქონდა, იშვიათად გამოდიოდა ზარზე, იგიც თუ თხოვდა რომ მე არ დამერეკა და ყველა მიჯაჭულები ვიყავით, ტელევიზორს კი იცით და მან თვითონ შემეხმიანებოდა. იყო 2-3 ზარი, თხოვა რომ არ მენერვიულა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მას ბოლომდე ჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ომის დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივად დაბრუნდა, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩააბარა იარაღის თბილისში, აქ ჩამოვიდნენ ბაზე ყველაფერი, შემდეგ 14-ში დაბრუნდა სახლში. ოღონდაც ძალიან სხვანაირი შეცვლილი, მეგონა რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ის, რაც წავიდა, როგორც წავიდა ის სახლიდან. ძალიან შეცვლილი, დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, განიცდიდა ყოველივე ამას. და დასამალი ის იყო ძალიან დიდი მოსული კაცი და უყვარდა მას ჭამას და რაღაცა დავახვედრე ყველაფერი, მაგრამ ვერ ჭამდა, თუ არ ჭამდა, არ უნდოდა. კითხე, ყავა იყო მისთვის ყველაფერი და რომ მოუხარშე მეთქი ყავა დალიედა. არა და გაუცებული დავჭი მეთქი შენ და ყავა როგორ არ დალევ თქო და შენ აბას ვერ გაიგებ, შენ ხო ქალი ხარ სიცოცხლე. ეს მისი სიტყვები იყო. ჩვენს ბიჭებს წყალი არ ქონდათ, მე ყავა როგორ დავლი. ქალბატონო ციცინო, მე ჩაგერევით რომ თქვენ დროდადრო მოგცეთ საშუალება რომ თხრობა განაგრძოთ. ესე იგი, როგორც ჩვენ ვიგებთ 2008 წლის 1 აგვისტოდან ის წასული იყო და სენაკის ბაზიდან, როდესაც ომი გაჩაღდა,
ის ჩაება, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვის საქმეში და სენაკის ბაზიდან უკვე წავიდა ცხინვალის რეგიონში. თქვენთვის ცნობილია ომის მიმდინარეობისას ის კონკრეტულად სად იბრძოდა? არა, არ ვთქვია, რომ სად კონკრეტ, მაგრამ იმ რეგიონში იყო, სადაც აგვისტოს ომი მიმდინარეობდა, საომარ არეალში. ამის შემდეგ დაბრუნდა და მან თქვა, რომ ვერც საკვებს, ვერც წყალს, ვერაფერს სითხეს ვერ იღებდა, იმიტომ რომ ომის დროს ჩვენს ბიჭებს წყალი არ ქონდათო. რას გულისხმობდა ხომ არ აგიხსნათ? ნუ არ ქონდათ წყალი, რომ დაელიათ. არ ქონდათ. დაჭრილებზე საუბრობ. დაჭრილებზე და ჩავერევით თუ შეიძლება უბრალოდ ქალბატონი ციცინოს სიტყვები 2008 წლის სახალხო დამცველის მოხსენებიდან ამდენი წლები გავიდა და ბევრი რამე შეიძლება დღეს ისე ვერ იხსენებდეს და როცა კვდებოდნენ ბიჭებს წყუროდათ და წყალს ვერ ვაწვდით, რადგან წყალი არ გქონდა ისეთ ადგილას ვიყავეთო და ეს განცდებით ამ იმითი იყო, რომ ამ განცდების გამო იყო შემდეგ ასეთი დათრგუნული და ასეთ სტრესში. დაბრუნდა 13 თქვით სახლში. 14-ში დაბრუნდა სახლში. ოღონდაც გვიანი იყო უკვე 5-6 საათი იქნებოდა. ჩვეულებრივად დაისვენა, ქუჩაში გავიდა. ოღონდ საკვებზე და რაღაცა, არ იყო ისეთი როგორი რომაც იყო, დაღლილი ძალიან და ერთადერთ საბაზაროში ბუდიში მოვითხოვ შესვლა შევიდა და მთხოვა რომ ცელოფანი მიმეწოდებენ და გაოცებული დავჭი მეთქი ცელოფანი რაშვაში რისთვის და ცელოფანი მინდაო და იმიტომ რომ მათ იმდენი ხანი ტანზე გაუხდელი იყვნენ რომ ყველა შიგასასვალი რაც იყო ყველაფერი ცელოფანში მოათავსა და მერე მუსორში გაიტანა იმიტომ რომ მათ ნასკები და ყველაფერი ფეხზე შემოხეული ჰქონდათ ფეხის გულებზე სულ სისხლი მოსდიოდა ისე ქონდა გაცრეცილი უჭირდა ძალიან ქუჩაში გავიდა ისეც უკვე გვიანი იყო ტელევიზორს ვუყურებდით რა თქმა უნდა ხალხი მოვიდა მოულოცა რომ შემოდიოდნენ მეზობლები და ახლობლები რომ დაბრუნდა უნებელი ოღონდაც ყველა გაკვირვებული უყურებდა იმდენად შეცვლილი იყო არც მხიარული არც არაფერი დუმდა და იშვიათად ღამე თუ ეძინა დაძინებამდე სანამ დუში მიიღო და გამოვიდა დივანზე წამოწვა და ჩაეძინა და რო შევიხედე ოთახში რომ უნდა ესადილა და მივართვა მახშევს მეთქი ჩაძინებოდა და არ გამიღვიძებია ქუხნაში გავედი და როდესაც გავედი ხო მომესმა ხმაური აი ვინმე რო იყოს ოთახში და ლაპარაკობდეს და შფოთავდეს და რაღაცას იძახდა გაუცებული დავჭი ესეთი რაღაცისგან არ მოველოდი ბიჭებო ხმა მოიღეთ პირველი მეორე გამეცით ხმა ეს ალბათ ეს იზმრებოდა თუ რაღაცა და შფოთიანი წამოხდა მე არ დაუძინია ისედაც ფილმს უყურებდით უკვე გვიანი იყო სადღაც ესე პირველი საათი იქნებოდა ალბათ ხამის უფრო პირველისკენ იქნებოდა ესე ფილმს უყურებდით მე და მან ვიყავით სახლში მხოლოდ და ქუჩიდან გავიგონით შემოძახილი ისე ვცხოვრობთ რომ ქუჩის მხარეს გვაქვს მეორე სართულზე ვარ და რომა ხო და გაოცებული თუ ვინმეს უნდა კარიდან და გაიხედა და რომელი ხარ რატომ აქედან იძახი მაღლა ამოდიო აი მან კი უპასუხა ეგეო დაბლა ჩამოდიო რო დაუძახა და ლაპარაკობდა და ამას ჩემთან რა უნდა რომ მობრუნდა ხო მე უკვე მანამ არ გამიხედია ქუჩაში მე უკვე თავისთავად გავხედე ქუჩაში რომ ვიზე თქვა რომ ამას ჩემთან რა უნდა ხო და ვინ არის თქო ვიკითხე და მაიმუნა მეთქი ეს ბიჭს ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა მე ვიცოდი მე მუშაობდი სტილისტი ვიყავი სალონში და ქალაქიდან ვიცოდი რომ ამ ბიჭს ძალიან ცუდი სახელით სარგებლობდა ეს ბიჭი რეპუტაციით ქალაქში და ამიტომ მე გაოცებული დავჭი და მეთქი შენ იცნობ შენ კი ვიცნობ მაგრამ მამას ჩემთან რა უნდა არაფერი დაუძახეს ისედაც უბრალოდ მაისური ეცვა და შორტი და პირდაპირ ესე ჩავიდა დაბლა და უკვე ყურადღება მივაქციე რომ ამ კაცს
თუ რა უნდოდა ჩემეულოსთან და რატო დაუძახა იმ საქმიდან გამომდინარე რომ მე სალონში მუშაობ და მისზე ცუდი რაღაცები მსმენია ამ ბიჭზე და მეთქი რატო მოაკითხა თუ იცნობს და რაღაცა ქუჩაში რომ გადავიხედე ხო ჩემეუღლე უკვე რა თქმა უნდა ჩავიდა სადარბაზოდან გამოვიდა წინ და ხელი რო წამოიღო იმან ჩამოსართმევად ამ ხელი კი არ ჩამოართვა მაისური აუწია მაისური რავწე შენ ჩემთან ესე მოსვლა რაში დაგჭირდაო როკით მე უკვე ეს მესმის და დაძაბული პირდაპირ ვუყურებ პანჯარას არ ვცილდები და ვერ მივხვდი რა ხდებოდა უცებ ვერც კი გავერკვია და მან კი უთხრა რომ წამოდი რა პრობლემაა წამოვალ სად მე რეუბნება უკვე აღარ მესმის ესე იგენი და არა პრობლემა წამოვალ და ჩაჯდა მანქანაში მანქანაში ჩაჯდა თუ არა ისე მოხდა რომ ეს მაიმუნა სანამ დაჯდებოდა უცებ უკვე რო შემნიშნე ორი მანქანა იდგა იმ მანქნის უკან მოშორებით და ერთი წინ ჩაუდგა უცებ ერთი უკან და თელი სისწრაფით ქუჩაზე თავისუფალის იყო უკვე გვიანი რო იყო და ეს მანქანები გაქანდა და გაუცებული დავრჩი ვუყურებ ესე ქუჩაში და ვერ ხვდები თუ რა ხდება აზე ვერ მოვდივარ და გავბივარ რომ ავიღო ტელეფონი და დაურეკო რომ რა ხდება საწადი სათხარ ხო და რომ შევედი ოთახში ჩემი ტელეფონიცა და მისიც ორივე ერთად იდო უკვე ვერ ხვდები სად დავრეკო რა გავაკეთო გაუცებული გვიანია ვის დავურეკო კიდე ომის შედეგად შეშინებული შეშფოთებული ხალხი და დავდივარ წინ და უკან და ვერ ფიქრობ და მეშინია რომ ჩემს რო დაურეკო რომ არ შევაშინო არაფერი არ გასულა ბევრი დრო ალბათ 9 საათზე მეტი არა და უკვე ადგილს ვეღარ პოულობ ტელეფონს ვუყურებ წინ და უკან დავდივარ და მოდის რომ გავცებული და მეთქი რა ხდება სად იყავი ესე ძალიან გაკვირვებული გაუცებული არ ვიცი ვერ გეტყვი რა ხდება არ ვიცი სად იყავი თქო და ესე მითხრა რომ უშიშროებაში წაიყვანეს და მეორე სართულზე აიყვანეს როდესაც მივიდა კარებთან მაიმუნა შევიდა პირველი და უთხრა რომ მოვიყვანეო და რო დაუნახავს იმ კაცს მე ვინ გითხრა რომ ეს აქ მოიყვანეო და არაფერი გამოაბრუნეს უკან მოიყვანეს მაგრამ რონი იცნობდა ყველა სისტემას ყველაფერს და ძალიან იცნობდა ხალხს თქვა დეპუტატი ვინ იყო მე არ ვიცოდი მაგრამ მან ყველა ეს იცნობდა და ჩემთვის უცნობი იყო ეს მამაკაცი ერთადერთი ეს თქვა და მე რისთვის რატო ვეკითხები მე თვითონაც ვერ გამიგია მაგრამ ძალიან ცუდად საუბრობდნენ ეს ბიჭები მანქანაში ვინმე ყოფილა ესე იგი ეს დაბურული მანქანა იყო შავი არც ნომრები არ ქონდა ტრანზიტები ეკეთა ამ მანქნებს ხო და ძალიან ცუდად ლაპარაკობდნენ რა საუბრობდნენ ბუდეში და უწნაწურ სიტყვებს იგინებოდნენ და მაიმუნას სანამ მიიყვანდა თურმე რომასთვის უკითხია ხო არიცი რამდენი იყო მიცვალებულები რამდენიაო და გაგჟდა რას მეკითხები შენ ჭკვაზე თუ ხარ რა მე იმისა ვიყავი იქ რომ მიცვალებულები მეთვალაო რას მეკითხებიო გაკვირვებული იყო ქალბატონ ციცინო ანუ ომის დროინდელ ამბავს ეკითხებოდა მანქანაში რამდენი იყო დაღუპულიო ხო რამდენი და რომ გაკვირვებული იყო მე რატო დამისვენ ეს შეკითხვა მე რა სათვალავად ვიყავი სადმე წასული თუ რას მეკითხები ვერ გავიგეო ხოლოდ ეს იყო საუბრის შინაარსი მანქანაში. საუბრის შინაარსი და ერთადერთი ეს რომ მაიმუნა უკან არ გამოყოლია, სხვა მანქანა მოიყვანა და მან ასე თქვა რომ მე არ დამინახავს პირადად. მანქანა მოიყვანა, ოღონდაც იმ მანქანაში სადაც ჩამსვეს და წამომიყვანესო რომ ამ თქვა, რომ მარკუშიანი არაღები ქონდათ და ძალიან ცუდად საუბრობდნენ და არ მომწონს ეს ხალხი და მე ხვალ წავალ და გავარკვევ თუ რა ხდება. ერთ რამეს დავაზუსტებ ქალბატონს ვის მიმართ საუბრობდნენ ცუდად საერთოდ თემაზე იყო ცუდად საუბარი თუ ერთმანეთში ცუდად საუბრობდნენ იგინებოდნენ უწვანწურ სიტყვებს ამბობდნენ
როინთან მიმართებაში არა, მაგრამ ძალიან არ იყო მოსაწონი. ამ ხალხს არ იცნობდა. არ იცნობდა, თან იგიც თქვა, რომ მათ აღმოსავლური კილო ჰქონდათ და ესენი ბათუმლები არ იყვნენ. აჰა, გასაგები. ეს თქვა. მაიმუნას გვარი და სახელი ხომ არ იცით თქვენ? გიორგი ჩიქოვანი. თანამშრომელი იყო ბათუმის და ეს იგივე ადამიანი ფიგურირებს კიდევ აი ამავე პერიოდში ორი უკანონოდ დაპატიმრებული, მოკლული და ზღვაში გადაგდებული ადამიანის საქმეშიც. ძალიან დავით ცინდელიანი და პატა ქარდა. გთხოვთ გაგრძელეთ. 15-ში ის გამოცხადა სამუშაოზე, ხელვაჩაურში უკვე საბუთები გადმოგზავნილი იყო, ჩვეულებრივად წავიდა სამუშაოზე, ერთადერთი მთხოვა, რომ საღამოს სატირალში გავყოლოდ იმას. სატირალში თანამშრომელი იყო სამხედრო მოუკლული ვიღაც ქობულეთში ჩამოსვენებული და რომ გავყოლოდი სატირალში და მოვთხარი, რომ მეც მოვიწესრიგებდი თავს და რა თქმა უნდა გავყვებოდი. წავიდა ჩვეულებრივად სამუშაოზე ძალიან ადრე გადის და იმ დღეს ძალიან ესე რო გითხრათ რომ ადრე გავიდა არ გასულა ადრე 7 იყო საათი თავი მოიწესრიგა ყავა მოუხარშე და რო დაუძახე კიდე რომ ყავა დაელია რო ოთახში შევბრუნდი მუხთა ჩოქილი ლოცულობდა მას ის ძალიან მორწმუნე იყო და ხომ დავცინოდი კიდევაც რომ მეთქი ურწმუნო არა ვარ, მაგრამ მან იმდენად მორწმუნე იყო, რომ ლოცვის გარეშე გარეთ არასდროს არ გადიოდა და რო შევიხედე ხატებთან მუხთა ჩოქილი ლოცულობდა და გავბრუნდი უკანე და რო შევავდა ისევლე ყავა არ დაულევია, ისევლე დატოვა ყავა და გაბრუნდა. ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა მის ცოცხალს. არა. ბატონო ციცინო, რამდენი წლის იყო ამ დროს ბატონი როი? 27-ის. 27-ის. კი ბატონო. შემდეგ უკვე სამუშაოზე რო წავიდა, მაინტერესებდა დავრეკე ესე 11 საათი იქნებოდა და მითხრა რომ კმაყოფილია თანამშრომლებით და კარგად არის. უთხარი რომ მეც სამუშაოზე წავიდოდი და თავს მოვიწესრიგებდი, ოღონდ სამუშაოს არ ვაპირებდი უბრალოდ თავს მოვიწესრიგებოდი რომ სატირალში გავყოლოდი. მეც მანამ კიდევ ერთხელ დაურეკე სახლიდან რო გავდიოდი და ზარი რო ჩამირთო ტელეფონი და მესმოდა სტორდით სმენა და მივხვდი რომ არ ეცალა, ვერ მიპასუხებდა და ისეც აღარ გადამირეკია, წავედი სამუშაოზე. იქნებოდა ესე 2:30 ალბათ, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, არ მახსოვს. ხო და მანამდე დამირეკა ტელეფონმა უცხო ნომერმა. და თხოვეს რომ როინს ვერ უკავშირდებიან სამუშაოზე უფროსობა კითხულობს და თუ დაუკავშირდებითო მეთქი როინი ხო სამუშაოზეა კი მაგრამ მაგენს არ ქონდათ ნაშივკები სამხრები და სამხრების გასაკეთებლად იყო წასული და დავბრუნდები და იგვიანებსო კარგი მეთქი გადავრეკავ ესე ავიღე ტელეფონი რომ დაურეკე მითხრა რომ ამ სამხრებს აკეთებდა რაღაც 5 წუთი ქონდა დარჩენილი და ისევ სამუშაოზე გაბრუნდებოდა მეთქი როგორ რატო კითხულობენ თუ სათხარ და სამხრები ხო იცი არ მაქოდა გასაკეთებლად ვარ კაკრას ვამთავრებ 5 წუთი ყავასაც მოვასწრებ დაველაპარაკები დეიდაშვილი მუშაობდა იქ ახლოს ოქროს ბირჟა დაველაპარაკები მათ და გაბრუნდები სამუშაოზე ხელვაჩაურშიო კი ბატონო всё მე უკვე არ დამირეკავს მათთვის რომ ჩემი მეუღლე გავაფრთხილე და რაღაცა 15-10 წუთიც არ იყო გასული უცებ შემორბის კლიენტი ძალიან აღელვებული ციცოთ რომ აიყვანეს მეთქი რა ქნეს რომ აიყვანეს მე მგონი მოკლეს კიდევაც ცოცხალი არ არის პირდაპირ არ დაუმალა ამ სამკას მინდა რომ იცოდე აიყვანეს და წაიყვანეს უკვე რომ ვრეკავდი ტელეფონზე ზარი გადიოდა ჩვეულებრივად მაგრამ არავინ არ პასუხობდა მე ყველას მისანათესაოს ჩემს ახლობლებს დაურეკე
ტელეფონზე ვრეკავდით განუწყვეტლად. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ არ პასუხობდა. მე ყველა ჩემებიც მოვიდნენ მანქანებით და დავეძებდით ყველგან. ერთადერთი პირველი რაც მოგვაფიქრდა, სახალხო დამცველის აპარატში მივედით, გამოყვა იქ ლადო იყო გალობლიშვილი. ხო და ეს ბიჭები, ჩემი ახლობლები, მანქანით დავეძებდით ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. ყველა დაწესებულებას მივედით და არავინ პასუხს არ ვცემდა. არავინ ხმას არ იღებდა. მის სამუშაოს ადგილ ხელვაჩაურშიც გავედით. იქაც არავინ ხმას არ გვცემდა, არავინ არაფერი არ იცოდა. უცებ მან კაცი გააქრა, ჩაყლაპა და ბოლოს არც კი მახსოვს სამხედრო ბაზა ჭავჭავაძის ქუჩაზე რაღაც იქ შეიძლება ყავდეთო, რაღაც ესეთ გავიგეთ, რა ვიცი, ყველა დაწესებულებას მივადექით. იქ როდესაც მივედით, კიდე ვითხოვეთ და ვთხოვდით, რომ ხო არ იცოდნენ რამე ეცნობენ, ვინათ არა, კიდე არაფერი რო არქნეს, ხო, პატრული მოვიდა ამ დროს და მანქანას ბუხდა ჩაქვილი დავაჩოქე, მეთქი მითხარით კაცი აიყვანეს და საათ ყავთ, გამაგებინეთ, ვეხვეწებოდი და არავინ არ იძრეოდა. პატრულის თანამშრომელი მაგნიტად არ გადმოსულა, უკუსვლით გავიდა და ჩემმა ძმამ წამოაყენა, თავი შეიკავე, რა ხდება? ჯოჯოხეთი იყო ალბათ. ბოლოს არ ვიცი, მე მგონი ლადომ გალბლიშვილი და ჩემი ახლობელი, ოჯახის ახლობელი შევიდნენ ბოლოს თავდაცვის სამინისტროა თუ არ ვცდები გორგზე თუ სადღაც იქ და იქ უთხრეს, რომ არ დავლოდებული ვიყავით არაფერს, აიყვანეს რომა და წაიყვანეს თბილისში და დაგვირეკავდნენ და შეგვეხმიანებოდნენ, რომ წავსულიყავით სახლში. სახში მისული არ ვიყავით 10-15 წუთი მივედით სახში თუ არა ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა დაიგენმა დაიძახენ რომ რამინაციაში ყავდათ რესპუბლიკურ სავაყყოფოში და იქ მივსულიყავით უკვე ბნელდებოდა უკვე შეღამებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით რომ როგორ შემოგველია დრო ისიც კი ვერ გავიქით და სავაყყოფოსთან როდესაც წავედით მანქანები და მივედით მე მგონია რომ რამინაციაშია და რამინაციაშია თქვენ მეუღლე და მიაკითხეთ ქუჩიდან შემოგძახენ და არავითარი კარებზე მოსვლით და არ უთქვიათ ის რომ მივედით იქ უკვე ფორმიანიც და უფორმოც 100 კაცი დაგხვდა და გვითხრეს რომ ის პროზექტურაშია და გარდაცვალებულია უკვე და უკვე არ ვიცი რა და მე ვარ და ალბათ ვკივოდი მთელი ხმით ვანგრევდი ყველაფერს ჩემი არავის არ ისმოდა ბოლოს უთხრეს რომ მოვეჩემებს რომ ხმა არა მოიღოთ არავის და მამიშვიდებდა რომ ხმა არა მომეღო და არ მეეყვირა და მე ვკივოდი წივოდი ვანგრევდი ყველაფერს არაფერი არ მახსოვს უკვე და უთქვია ჩემთვის რომ გაეცილებინათ იქაურობას ჩემი თავი და მოეცილებინათ უკვე აზეთ რომ მოვედი მე უკვე სახში ვიყავი და რომას ვასვეს უბედურება ამით კიდე არ დამთავრებულა მიცვალებობა გახრწნა დაიწყო რაღაც ისეთი ქონდათ გაკეთებული რომ სასაულის სული ქონდა და არ ვიცი ყველაფერი იყო ჯოჯოხეთი გამოგვატარე პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ არ გვეტირა ხმა რა მოგვეღო მთელ ქუჩა იყო იდგნენ ფორმიანები ხალხი ვინც კი მოდიოდა ზოგს აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ახლოს არ გავყარებოდნენ თუ უნდათ რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ
ამას ვინ აკეთებდა ქალბატონო ციცინო? ვინ გაფრთხილებდა ხმა არ ამოიღოთო? ხალხი პირდაპირ მოდიოდა და გვეუბნებოდნენ და ქუჩაში იდგა. ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებდნენ. ბინის ყველა კუთხეში იდგა ფორმიანებიც და უფორმოდ გადასმულები და ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ იქაურობა. პირდაპირ. თქვენ მარტო აღმოჩნდით მიცვალებულთან თუ შემოუხდეს? ისე გამოდის, რომ სანახლობელი ადამიანებიც და უკვე ყველაფერ უღონეს ხმარობდი, ტელევიზია მოვიდა მახსოვს 25 არხი და ტელევიზია რო შემოვიდა, რომ მოვიხედე, ხო, მიცვალებულთან არავინ არ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი დაცვა. ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არ ენახა არავის. საშიში იყო და გაიქცნენ. კი. ჩვენ კიდე იძულებული გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირმილით გაგვეყოლეს სახლიდან. იმიტომ რომ გავსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა. მიცვალებულმა გაღწვა დაიწყო. პირველივე დღეს. მესამე დღეს უკვე დროს წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული სასწრაფოდ გაგვეყვანა მისი სახლიდან. ხომ არ გნებავთ შევისვენოთ ქალბატონო ციცინო? შევისვენოთ 5 წუთი ტექნიკური შესვენება, გთხოვთ გამორთოთ ლაივი.